გამარჯობა. თქვენ იმ დღეს ჩანდით კაცში ძალიან ხშირად ხარებასთან ერთად. რატო იყო კრიმინალური პოლიციის არსებობა იქ მნიშვნელოვანი დარბების დღეს? არ მინდა ეს კომენტარების მოსვა. რატო ბატონო? მოგწონთ თქვენი შვილის ტოლებს რა შეურყამეთ? სპორტი? კაც, რომლისთვისაც მოქალაქეების ცემა და სახის ძვლების მტვრევა სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, ნიკოლოზ სამარღანიშვილი ჰქვია. იშინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა. ორთებერვალს თბილისი მოლთან ხალხის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევის დღეს სამარღანიშვილი და ხარება ერთად მოქმედებდნენ. არ გამოჩენილ ხართ დიდი ხანია და იმ დღეს გამოჩდით, რატო? როდის გამოჩენილ? ანუ იმ დღეს ნიღბის გარეშე თქვენ იყავით მხოლოდ. რა მოხდა მე ხან ნიღბი თავარ ხანული. ეს კადრები შაბათის ეთერის ტელეოპერატორმა ორთებერვალს თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიღო. ვიდეო მასალაში ცხადად ჩანს, რომ გზის არასავალ ნაწილზე, ბორცვზე მდგომ მომიტინგეებზე მიღბიანებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული. ამ დროს ვინმეს დაკავების მცირე საფუძველიც კი არ არსებობს. ხალხი უბრალოდ დგას. ზუსტად ამ დროს ჩვენი კამერა აფიქსირებს, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირების ძალადობრივ ქმედებებს კრიმპოლის შეფის მოადგილე ნიკოლოზ სამარღანიშვილი აკონტროლებს. სამარღანიშვილი ზვიად ხარაზიშვილის მანქანის მარჯვენა მხარეს არის დაბანაკებული, თავად ხარება მარცხენა მხარეს. ისინი მოქალაქეებზე ძალადობის ხარისხს ერთად აკონტროლებენ. ხალხშემაღლებული ადგილიდან პირდაპირ გზაზე ყრიან და სცემენ. კადრებში ჩანს არაერთი დანაშაული, რომელსაც პოლიცია და სპეცრაზმელები ჩადიან. რეაგირება კი ნოლია. ცნობილია თქვენი ცივსისხლიანობა, სისასტიკე და არ ვიცი ახლა არა ალბათ რა გითხრა. ხართ ხო? და ხარებთან ხომ მივალ და ის მეტყვის მე რა ვარ და რა არა. და ხარება სისასტიკე არ იყო საკმარისი? ხარება ჩემი მეგობარია, ცოტა ვიქნებით თელი ცხოვრება. მესმის, მაგრამ აქ ხო სამსახურებრივი უფლებამოვალეობებიც არის. სეკაბედე რატო იყო მნიშვნელოვანი დღეს იქ რა ყოფილა? აი გაფცი. არ იკრება სამარდალი, არ იკრება მშვიდობა, ამის არის გაშინოება. ჩვენი გადაღებული ვიდეო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ორთებერვალს ხალხის ცემისა და წამების მანქანებში მათზე ძალადობის ბრძანებას ხარება და ნიკოლოზ სამარღანიშვილი ერთად გასცემდნენ. ძალადობის პირველი ტალღის შემდეგ, როდესაც ძირს დაგდებულ ხალხს გამეტებით უკვე უტყეს, სამარღანიშვილი ხარებასთან მიდის და ჩვენთვის უცნობი შინაარსის ინფორმაციას აწვდის. ხარება ამის შემდეგ ისტერიულად იწყებს რეკვას. პირველიც და უშედეგოდ სრულდება. რეკავს მეორედ, ისევ არ პასუხობენ. მხოლოდ მესამე ცდაზე შედგა საკმაოდ ვრცელი საუბარი, სადაც ხარებამ ცხადია, რომ დავალება მიიღო. ვინ ურეკავდა ხარებას იმ დღეს ტელეფონზე? დავალებებს ვისგან იღებდა? ხარება თვითონ მოქმედებს თავის დავალებების მიხედვით. მეტი რა. ხო, ეგ ცნობილია კი ბატონო. ამბობენ, რომ არავის არ უსმენს, მხოლოდ თავად იღებს გადაწყვეტილებას. არ სჭირდება? კარგად გართმევს. არო, ხედავთ როგორც ართმევს, ეს კარგად გართმევა, ასე რომ სცემენ და უსწორდებიან ადამიანებს. სამარღანიშვილი მართალია, ხარება არავის ემორჩილება. ის ბრძანებას მხოლოდ ერთი კაცისგან იღებს და ეს კაცი ბიძინა ივანიშვილია. იყო თუ არა იმ დღეს ხაზზე სპეცრაზმის განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ შეფთან ოლიგარქი. ბიძინა ივანიშვილი იყო ხაზზე? კარგი ცეცხლა. კომელაური. მას შემდეგ რაც ხარებამ სატელეფონო საუბრის დროს დავალება მიიღო, ხალხის ცემაში გაწაფული შავნიღბიანები კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ. ხარებას მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები გვერდით უდგანან. ამიტომ მათთვის ტელეფონით ბრძანების მიცემა არ სჭირდება. ხარება მისი მორჩილების ჯგუფს ბრძანებას პირისპირ აძლევს. მაგალითად აი ამ ბატონს, იოსებ მარგველაშვილს, რომელსაც ის უკვე წლებია ხალხის ქუჩა-ქუჩა დევნას და ცემას ანდობს. რაც ის ცნობილი ჩანაწერების გაჟონვის შემდეგ, რომელიც ჩვენმა გუნდმა გაასაჯაროვა და რომელიც ხარებას მიერ ხალხის დაწამვლის ბრძანების გაცემას ადასტურებდა, ის რაციის გამოყენებას ერიდება. მის დანაბარებს რაციაში ახლა უკვე სხვები იძახიან. რობოტები ასე კაცი გამოუძენ, რომ დაიწყებენ ჯანჯღებს მიერცხავ.
ეს არის ვიდეო მტკიცებულება, რომ ორთებერვალს ბრძანების ჩაშლა ნამდვილად რაციით ხდებოდა. გარემოებათა ერთობლიობა გვაფიქრებინებს, რომ იმ დღეს ხალხის განსაკუთრებული სისასტიკით ზემა რეჟიმის პირველი პირის გადაწყვეტილება იყო. ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! ამ კადრში თქვენ პოლიციის ფორმაში ჩაცმულ პირებს ხედავთ, მაგრამ ყველა პოლიციელი არ არის. ნაწილი სპეცრაზმელია. პოლიციის ფორმა მათ დარბევის წინ გადააცვეს. კადრებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა გადაიღო, დასტურდება, რომ ხალხზე სანადიროდ იმ დღეს პოლიციის ჟილეტებში გადაცმული ხარება სპეცრაზმელები გაუშვეს. ჟილეტები რატო გადაიღეს? ესია საჭირო. რატოა საჭირო, რომ ვერ გავიგოთ სპეცრაზმე გყავთ? ხო, დაგვანებით. წადი ღმერთმა დაგლოცოს, გიშველოს და წადი ახლა. ლოცვა როდის დაიწყეთ სპეცრაზმელებმა? ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეო კადრები არის პირდაპირ მტკიცებულება, რომ ზვიად ხარაზიშვილმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ახლა ხედავთ, როგორ მიათრევენ შავნიღბიანები ხერებ გადაგრეხილ მოქალაქეს ვახო გომელაურის ომონის შეფის მანქანასთან. ხარება თავდახრილ დემონსტრანტს წიხლს ურტყამს და მხოლოდ ამ რიტუალის შემდეგ გადაჰყავთ წამების მანქანაში. შაბათის ეთერმა ჩაწერა პირი, ვისზეც ხარება მიძალადა. ხარება გადმოდის, იქით შემომხედა, დამინახა და ეგრევე ხელით ანიშნა, რომ მომიყვანეთო რა და არც ვიცოდი ხარებასთან უნდა მიეგვარათ ჩემი თავი. ერთადერთი მე რამაც იმ მომენტში გადამარჩინა, ერთ-ერთი ნიღბიანმა ხმამაღლა დაიყვირა, რომ კამერებია და შეშვით. 28 წლის მამუკა დიასამიძეა კაცი, რომელიც ხარებასთან ბორკილებით მიიყვანეს და ხელებს შეკრული წინ დაუგდეს. უწყვეტ კადრში კარგად ჩანს, რომ კონტაქტი ხარაზიშვილის მოქნეულ წიხლსა და დაკავებულ დემონსტრანტს შორის ნამდვილად შედგა. ამ კონტაქტის კვალი დარჩენილია დიასამიძის სახეზეც. გვერდებში ისეთი მოხდა, რომ მტერს არ უსურვებდა. ახლა კონტაქტი სახეზეა, რომ ნამდვილად არის და იმაზე მართლა ტკივილები დღესაც მაქვს, რაც მომაგდგა. ყველაფერს დავიგავ ხარებას მხრიდან თავისთავად ის წიხლია უმისამართოდ ნამდვილად არ მოქნეულა. შაბათის ექსკლუზიურ კადრებში ჩანს, რომ დიასამიძე ერთადერთი არ იყო ხარაზიშვილის სამსჯავროზე. ასევე უწყვეტ კადრში ჩანს, რომ მამუკას შემდეგ ხარებასთან კიდევ ორი მომიტინგე მიჰყავთ. მათ შორის ერთ-ერთი გედევან კუპრავაა. საერთოდ არ აგიქვამე როგორც პიროვნებას, აგიქვამე რაღაც მტერს, რომელიც უბრალოდ უნდა დასაჯონ, გაანადგურონ რაღაც და უკანან დაუზიანონ, ვერ გიტანენ და რატომ ვერ ხვდები. ახალგაზრდა, რომლის კადრების ხილვაც უმძიმესია. ხარებას შავრაზმელები უპრავას ფაქტობრივად სასიკვდილოდ იმეტებენ. აი კარი ძალიან უცნაური მანიაკალური გამოვლენა ამათი სისტემის, რასაც აკეთებენ, რომ შეიძლება სხვაზე შეგეპაროს ეჭვი, რომ რამე ხوار დააშავა, რამე ხوار გააკეთა, შენ ხო იცი, რომ შენ არაფერი არ გაკეთებიან. გედევან კუპრავას გატეხილი ცხვირი, სახის ძვლები, ტვინის შერყევა, სუკა ჩაჩუას თვალბუდის დაზიანება და სისხლჩაქცევები ნიკოლო სამარგანიშვილისთვის მხოლოდ სპორტია. პოლიციელი სკანდალური წარსულით ხარებასთან ერთად პირველად გამოჩნდა. როგორც სპეცრაზმის ყოფილი შეფი ამბობს, ზვიად ხარაზიშვილი სხვებს არ აღიარებს. უპატაძეს და სირაძეს მოდელებს ეძახის. არც ვაჟას და არც უპატაძეს და არც თამაზაშვილის ეგ პატივს არ ასწევს და მეტიც ძალიან ბევრჯერ მოუხსენებია უშუალო სიტყვებით. ხარებამ და არა ვახო გომელაურმა კრიმინალური პოლიციიდან წინა ხაზზე მისი სასტიკი მეთოდების მხარდამჭერები წამოწია. ნიკოლო სამარგანიშვილს კი შინაგან საქმეთა სამინისტროში საკუთარი კლანიც აქვს. თავად კრიმინალური პოლიციის უფროსის თემურ კუპატაძის მოადგილეა. ძმა აფხაზეთის პოლიციის უფროსი. შვილი გიორგი სამარგანიშვილი დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელიც ერთი კვირის წინ სამოქალაქო აქტივისტის ილია ღლონტის სახლში შევარდნის და აწილკების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. ყველგან პოლიცია! განწყობილია თქვენი სახელი, ტყუპი არის ისე ცოტა საშიშესახელი ვარ, თელ ცხოვრება ოპერი ვარ. თქვენი ძმაც, შვილიც უკვე ამ სფეროშია. შვილებიც, მიშვილები, მენაჩემს და ყველა პოლიცია. სამარგანიშვილის სახელი ბევრ სკანდალს უკავშირდება. ის ფიგურირებს კორტების საქმეში, სადაც იური ვაზაგაშვილი ტყუპ ძმას შვილის მკვლელობაში ღიადად დანაშაულებდა. ეს 2021 წლის 11 ივლისია, დღე, როდესაც ლექსო ვაშქარავა გარდაიცვალა. ეს კი საპროტესტო აქციაზე იმ დღეს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან დაპირისპირებაში შესული ნიკოლო სამარგანიშვილი.
მაშინ ტყუპი ოპოზიციას თავს დაესხა და მისი ქმედებების გამო ნიკამელია სამარღანიშვილის ნარკოლოგიურ შემოწმებას ითხოვდა. და შედეგი ხიზელი აღმოჩნდა პირობას გაზრე პოლიტიკურ საქმიანობას შევწყვეტ. აი ხა წავიდეს ერთად ნარკოლოგიაში. სამარღანიშვილის კლანის წევრია კიდევ ერთი პოლიციელი გოგი ბაგიანიც. ბაგიანი თბილისის მეხუთე განყოფილების უფროსია. ის 4 თებერვალს პარლამენტთან მზია ამაღლებელის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილ მედიასთან დასაპირისპირებლად გაუშვეს. აგრესიით გამორჩეული პოლიციის მაღალჩინოსანი უმცროსი სამარღანიშვილის უახლოესი მეგობარია. ტყუპის გარემოცვის წევრი რეჟიმისთვის თავის მოსაწონებლად მხოლოდ ქალებს არ დაპირისპირებია. მის შესახებ მძიმე ისტორიებს ყვებიან მის მიერვე დაკავებული არასრულწლოვნებიც. სასტიკად ფიზიკურად უსწრდებოდა და აყენებდა ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფებს, რაღაცა ძალიან უწმაწურს და ბინძურ სიტყვებით მიმართავდა სხვა პატიმრებს. ტიხლებს ურტყავდნენ მუცელში და ხან კეფაში ხელს. გვერდით ოთახში ვიყავი მე და მესმოდა რომ აბანაცები უნდა დაბრუნდნენო და მაგ დროსთან სილის გაწნის ხმაც მესმოდა. საბამარგიანი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გასული წლის აპრილში დააკავეს. ყვება იმას, რაც საკუთარი თვალით ნახა და საკუთარი ყურით გაიგო. გოგი ბაგიანის სისასტიკისგან საბამ მხოლოდ არასრულწლოვნება მიხსნა. თუმცა შეიძლება ამ ინტერვიუს მე დაველოდო, რომ თვითონ უშუალოდ ბაგიანისგანაც რომ ნუ აქტიურობდა მოვეშვა აქციებს, თორემ რაღაცას დამმართებს. არასრულწლოვანია და ხელწერილით გათავისუფლება მოგვიწევს, ამიტომ არ დაარტყა. ამითი გადავრჩი, თორე ალბათ ისე არასრულწლოვანი რო არ ყოფილიყავი, მეც გამიმეტებდნენ ისე როგორც დანარჩენებში. ალბათ უფრო ბორკილი რო ჩაიდო ჯიბეში, პისტოლეტი ჯიბეში, აუარდა თავში და აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. საბამარგიანთან ამ ინტერვიუს ჩაწერისთანავე სტუდენტ სოციალურ ქსელში ვინმე იკუ გაბელიას წერს. საბა ვარაუდობს, რომ ეს მისი დაშინების მცდელობაა და გაბელია პოლიციელ ბაგიანთან უნდა იყოს კავშირში. სოციალურ ქსელში მოძიებული ამ ფოტოთი გოგი ბაგიანისა და იკუ გაბელიას მჭიდრო კავშირი მართლაც დასტურდება. ალო. გოგა, გამარჯობათ. გამარჯობათ. თუ დროს ხوار გირეკავთ? ვიმზადებით. მე მაკავარ ჩიხლაძე TV პირველიდან. კარგი ბრძანდება. რატომ, გოგა? პოლიციის მაღალჩინოსანი მართლაც არც ისე მამაცი აღმოჩნდა. როგორც კი მიხვდა, რომ შაბათის ეთერიდან ვუკავშირდებოდით, ტელეფონი მაშინვე გათიშა. მივწერეთ კითხვები და არ გამოგხმაურებია. მივაკითხეთ სამსახურში და იქაც დაგვემალა. ტელეფონით და სხვა საშუალებებით პოლიციის დანაყოფში გადაგა. არც ის არ შეიძლება თქვენი პოლიციის ხელმძღვანელი რომ მაგალითად ძალადობს ჩემს კოლეგებზე, მაგრამ აკეთებს ამას. ეს არ შეიძლება მარტო ჩვენზე ვრცელდება, თქვენზე არა? სამსახურში არის და არ მხვდება? გოგი. და რატომ უნდა შეგხვდეთ მაიხელ თქვენ ინტერვიუს გითხარით რომ ინტერვიუს სამსახურში არის თუ არა ხო? სამსახურში არის თუ არა? სამსახურში არის თუ არა? ბატონო გოგი ნებისმიერ დროს არის სამსახურში. ანუ სამსახურშია და არ მხვდება. ასრულებს თავის სამსახურებული მოვალეობა. ანუ სამსახურშია და ჩემი ეშინია და არ მხვდება, გავიგე. სამარღანიშვილების კლანი ხარებას ერთადერთი დასაყრდენი არ არის. მის მარჯვენა ხელად კვლავაც რჩება იოსებ მარგველაშვილი. ჩვენ გავშიფრეთ რამდენიმე კამერის მიერ გადაღებული მრავალსაათიანი ვიდეო მასალა, რომელიც თბილისი მოლთან გამართული აქციის სრული სურათის აღდგენაში დაგვეხმარა. საქმე მარტივად იყო. ხარება დავალებას იოსებ მარგველაშვილს აძლევდა. მარგველაშვილი კი სპეცრაზმელებს. ეს ის მარგველაშვილია, რომელსაც სისხლიანი ნოემბრისა და დეკემბრის დღეებში ხალხის ქუჩა-ქუჩა დევნისა და მათი ბნელ ჩიხებში ცემის დავალება ჰქონდა მიღებული. ჩემი აზრით უნდა გაგიცნოთ ხალხმა, როგორ გამოიყურებით ნიღბის გარეშე, ბატონ სოსო. 2 თებერვალს თბილისი მოლთან არსად ჩანდნენ ხარებას მოადგილეები, მირზა კეზევაძე და მილერი ლაგაზაური. შეფის დავალების მიტანა სპეცრაზმელებამდე იმ დღეს იოსებ მარგველაშვილის მისია იყო. ის ხარებას ბრძანებებს იღებდა და შემდეგ მოქმედებაზე გადადიოდა. ამ ვიდეო მასალაში მარგველაშვილი აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებს. ქალების მიმართ კი ბილდსიტყვაობით გამოირჩევა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. იმ დღის მოვლენათა ქრონოლოგია აჩვენებს, რომ მარგველაშვილი არა მხოლოდ თბილისი მოლთან იყო მობილიზებული. ხარება და იოსები რუსთაველისკენ მსვლელობით წასულ მომიტინგეებსაც მისდევდნენ.
ეს კადრები მარშალ გელოვანის გამზირზე, აგროჰაბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. სადაც ჩანს ხარებას ჯიპი, რომელიც ხალხის ჯგუფს უვარდება და მარგველაშვილს მომიტინგეების წინააღმდეგ უშვებს. ეს მაგინებდა აქციის მსვლელობის დროს ფეხით რომ მივდიოდით უკვე ქვევით. ანუ კი იყო ამისგანაც რომ დაგიმახსოვრეთ. ეს იოსებ მარგველაშვილია, ეს გაგინებდა? შურისძიებით შეპყრობილი ხარება, ვისაც ვერ მისწვდა, ვინც ვერ მოგვარეს და წიხლი ვერ ჩაატყა, მისი შავრაზმელები მათ წამების ფურგონებში უსწორდებოდნენ. რამდენიმე რაკურსით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებულებისთვის განკუთვნილი მიკროავტობუსი და ხარებას ავტომობილი გვერდიგვერდ დგანან. ანუ ხარება პირადად აკონტროლებდა, როგორ უსწორდებოდნენ წამების ფურგონში მოხვედრილებსაც. დამჭირეს ცემეს ვერ ხედავ თავჩახრილი მირტყეს და მერე ჩავსეს ვაქანში. უბრალოდ მირტყამდრე. რომ ვეკითხებოდნენ რა გინდა, რამე მიზეზი ხონდა არსებობდეს, არაფერი არ მithქვას, არაფერი არ გამიკეთებია, რატომ ამ პროცესში აგზელებს აპროს და გიყურებს და გიწყავს ადამიანი. ყველა ეს ფაქტი კარლო კაციტაძის უწყებისთვის ცნობილია. ოფიციალურად გამოძიებებით დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზეც. ნახე, პოლიცია როგორ აგინებს? პოლიცია იგიდება ასეთ ფაქტს 28 ნოემბრიდან დღემდე ადგილი არაერთხელ ჰქონდა. და ამის მიუხედავად, არც ერთი ძალოვანი ამ დრომდე დასჯილი არ არის. კაციტაძე ხარებას გამოკითხვაზე დაბარებას ვერ ბედავს.